gon' do this. საშუალო. წარმატებული ფეხბურთელი. საკუთარ თავში შეიძლება ითქვას, რომ თვითკრიტიკული ვარ, ესე კონკრეტულად რაღაცას ვერ გამოვარჩევ. კუმირები ზოგადად არ მყავს. კალათბურთი. სანახაობრივად ჩემს ყველაზე საინტერესო ფეხბურთი შემდგა. ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ საქართველოს ნაკრებში მეთამაშე. ჭირო რომელიც მინდა მქონდეს. ესე კონკრეტულად ვერ ვიტყვი, მაგრამ ზოგადად ჩემი ცხოვრება ფეხბურთთან ასოცირდება და ეს ყველაფერი ალბათ ის ნიჭი იქნება, რომ ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამომავლინო, ესეც ერთგვარი ნიჭია, რომ მეტი პროფესიონალიზმი შეგეძლოსო შენ თავს მოთხოვო და მეტი პროფესიონალი იყო საქმისადმი. მეგობრებთან ერთად ყოფნა. ალბათ არასოდეს გავაკეთებ იმას, რაც ჩემ კარიერას ამონებს. ვეცდები ყოველ შემთხვევაში. არაფერს არ ვნანებ, რაც ცხოვრებაში გამაკეთები. ალბათ ბავშვურ ასაკში იყო და ეს დასამახსოვრებელი არ ყოფილა. ქალისა და მამაკაცის სიყვარულზე ესე გამცობით არ შემიძლია განვორსო ისე ვისაუბრო, იმიტომ რომ ეგ მომენტი არ მქონია და არ მწვევია ჯერ. ასე რომ თავში შევიკავე, იმიტომ რომ პირადი გამოცდილება ნაკლებად მაქვს. ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ, როცა საქართველოს 17 წლამდე ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მოახერხე და მეორე მომენტი იყო, როცა დინამოს კაპიტანი გავხდი. ისი თქმა ყოველთვის მინდა არის, რომ გავაკეთო ყოველთვის იმას, რაც სწორად მიმაჩნია. ჩემს პროფესიაში ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ შეგიძლია შენი საქმით, რა საქმესაც ემსახურები და რა საქმე შენ გიყვარს, მაგ საქმით ქვეყანასაც გამოადგე, შენ საყვარელ ადამიანებს გამოადგე და ანუ კონკრეტულად ვთქვა, შეგიძლია აიწყო ცხოვრება და იყო ბედნიერი ადამიანი. Ну, რა თქმა უნდა, ახლა ისეთი ასაკიც მქონია, რომ აი რაღაც ეგეთ რაღაცები მახასიათებდა, მაგრამ ვცდილობდი, რომ თავშეკავებული, გაწონასწორებული ვყოფილიყავი და ნუ ისეთი რაღაც არ გამიკეთებია, რასაც დღეს მაგათად ნანობ. საუკეთესო რაც მაქვს. ამიტომაც გამიჭირდა ზოგადად ჩემ თავზე ლაპარაკი დადებითი მხრიდან, მეთქი რომ არ იქნება მიზანი შეწყვეტილი. უმჯობესია სხვა მისაუბროს მაგას. არ მჯერა ამჯერა იმის, რომ შეუძლებელი არაფერია. უბრალოდ ეს მიზნების, ასახული მიზნებიც რეალურად უნდა იყოს ადამიანის შესაძლებლობებიდან გამომდინარე და შემდეგ მიუღწეველი არაფერია. უბრალოდ რეალურად უნდა იყოს ყველაფერი გათვლილი. ისე არავის გაცნობისმრული სიმართლით არ მქონია. მაგას გაცნობაზე მე ოცნება. ზოგადად ჭამაზე პრეტენზიული ნაკლებად ვარ და ეს რაღაც გამორჩეული კერძი არ მაქვს, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ქართული სამზარეულო ჩემთვის საუკეთესოა. შეიძლება რომ აუცილებლად ვიქნები წარმატებული ადამიანი ჩემს საქმეში. არ მახსოვს. ზოგადად ნაკლებად ემოციური ადამიანი ვარ და მეგობრს რაღაცები არ მოხასიათებს, ემოციის გამოხატვასთან დაკავშირებითაც და პრობლემები მაქვს. ანუ ვცდილობ ყველაფერი ჩემ თავში შევინახო და ესე ბოლოსოდის ვიტი და ეს მაგალითად არც მახსოვს. ალბათ ბავშვურ ასაკში. ყველაზე რთული პერიოდი ჩემ 20 წლის მანძილზე გამოცხოვრებაში იყო, როცა მარტში ტრამვა მივიღე და ამ შემდეგ 9 თვე ფაქტობრივად დღემდე უკვე არ მითამაშია და ეს იყო ალბათ ჩემ ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი, რომელიც უკვე საბედნიეროდ გადავლახე და ყველაფერი წარსულია და უკანმოტოვებულია. ოჯახი არის ალბათ ადამიანისთვის ყველაზე მთავარი და ყველაზე წმინდა და მე შემიძლია ჩემი ოჯახით ვიამაყო და ვთქვა, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ჩემი ოჯახის წევრები ჩემ გვერდით არიან და ამ მხრივ დანაკლისი მოგონს არ მაქვს. კომპლექსიანი ალბათ ნაკლებად ვარ ესე რაღაცის სამწუხაროდ კონკრეტული რაღაცის. არასოდეს ჩავიცვო ისეთ რაღაცას, რაც ხალხში ალბათ გაღიზიანებას გამოიწვევს და რაღაც თითით საჩვენებელი გავხდები ცუდი კუთხით. ყველაზე სექსუალური ხალი ალბათ მონიკა ბელუჩი. ლეო მესი. ორი ნივთი მაქვს, რაც სუდა მაქვს, ჯვარი და ტელეფონი. დილად ერთადად ერთფეროვანია, იწყება ვარჯიშზე მომზადებით, როდესაც არ უნდა იყოს დღის პირველ ნახევარში, მეორე ნახევარში ვარჯიში ვცდილობ, რომ ვარჯიშამდე რაღაც საქმით არ დავკავდე, რომ მე ვარჯიშზე 100%-ით მობილიზებული ვიყო და ჩემს საქმე ბოლომდე გავაკეთე ვარჯიშს, როცა დრო რჩება სხვადასხვანაირად ვატარებ და ნაკლებად და ერთფეროვანია.
ჩემ თავზე აი საფეხბურთო მხრივ ჭორები გამიგია და ხდება ხოლმე ეგეთი რაღაცა, რომ ხანდახან ისეთ რაღაცა შეიძლება გაიგოს შენ თავზე, რაც ახლოსაც არ არის და არანაირი კავშირში არ არის. ყოფილა ეგეთი მომენტებიც, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, იმიტომ რომ ჩემ თავში სულ არ დარწმუნებული და ის რაღაცას არ გავაკეთებ, რომ რაღაცების გასაჭორი გავხსნი. მაშინია იმის, რომ ცხოვრებაში რაღაც მომენტში შეიძლება არ გაგიმართლოს და ზოგადად როცა რაღაც საქმეს აკეთებ და რაღაცას ემსახურები, გამართლებაც აუცილებელია. მეშინია იმის, რომ შეიძლება რაღაც მომენტში საჭირო და საჭირო ადგილას ვერ აღმოჩნდე. მაგრამ ეგეც ცხოვრების შემდგენი ნაწილია და ეს მეშინია სადვარ ყოველთვის შეიძლება მოხდეს. ხასიათი ხანდახან მეგობრები მეუბნებიან, რომ რაღაც ჯიუტი შეიძლება ვიყო და მომენტებში ჩემ თავში ძალიან დარწმუნებულიც, რაც ალბათ კარგი არ არის, მაგრამ მინუსი ყველა ადამიანს აქვს და არ მგონია მე ისეთი იდეალური იყოს რაღაც ხასიათში ცოტა პრობლემაა რაღაცა ნაკლი არ კონდეს და ამ მხრივ ალბათ შეიძლება ცოტა ჯიუტი ვარ. არაფერი, ერთადერთი თამაშის მთელი გუნდი ოცულობთ ხოლმე და რაღაც თამაშს მე სამოკლუბო ოცოს ვკითხულობ. ეს მე პირადი რაღაცა, რომ აი მაგის გარეშე მოედანზე არ გავალ, არ მახასიათებს. ჩემზე ამბობენ, ხალხი ბევრ რაღაცას ამბობს, ზოგი კარგს ამბობს, ზოგიც უცებ. ყოველთვის მოსაწონი ვერ ვიქნებით, ასე რომ რაღაცებს შეჩეული ვარ და ზოგი შეიძლება კაი კუთხით მახასიათებს, ზოგი შეიძლება ცუდი კუთხით მახასიათებს, რაღაც კონკრეტულ პოსტს ამაზე ვერ ვიქცევ. ვერ ვიტან ტყუილს, თუმცა ადამიანმა შეიძლება მომატყუილს. ყველაზე ცუდი და საწყენი შემთხვევაა, რომ ტყუილი არ არსებობს ალბათ ფაქტი, რომელსაც ადამიანს ვერ გაუგება, როცა გატყუებენ. და რაღაც უნდობლობას იწვევს ადამიანში. ეს არის ზოგადად ფილმების ნაკლებად მოყვარული ვარ და ხშირად არ უყურებ ხოლმე ფილმებს, ასე რომ მაგ კუთხით კომპეტენტური ვერ ვიქნები. რაც უნდა გადამიხადონ, არ გავაკეთებ იმას, რაც ჩემ ღირსებას და ჩემ ადამიანობას შეელახავს. არ მიფიქრე იმას, რომ ქალად დაუბადებულიყავი. რა მოხდებოდა ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ ვიქნებოდი ჩვეულებრივი ადამიანი, ალბათ პროფესიიდან გამომდინარე, ალბათ არ მომწონს ექიმი. მე ყველაზე ისეთი დასაფასებელი პროფესიაა, რომელსაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია და ალბათ ფეხბურთელი რო არა, შეიძლება და მიფიქრა მაგ პროფესიაზე, მაგრამ ისეთი პროფესიაა, რომ სულ რაღაც ძიებაში უნდა იყო, ყოველდღე ახალი უნდა ისწავლო, იმიტომ რომ ადამიანის სიცოცხლეა ჩვენზე დამოკიდებული. ნაკლები თუ ექიმი ხარ, აუცილებლად ძალიან წარმატებული უნდა იყო და არა ნუ საშუალო დონის. ცხოვრების ამჯერ. ცოლ რომ ყველა გავუცდები, იმიტომ რომ რაღაც ნაკლებად რომანტიკული ადამიანი ვარ და რაღაც მაგ კუთხით ზეღანს ვახსენე, რომ შეყვარჯერ არავინ არ მყარებია, მაგასაც და ისე უყურებ და სკეპტიკურად არ მომჭერა რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს და ალბათ გაუცებას სწორედ ჩემში ეს გამოიწვევს, რომ ყველაზე ნაკლებად ამასწავლებიან დღეს ჩემი მეგობრები ჩემ. ვაფასებ ყველა იმ ადამიანს, რომელიც პატივისცემს, რომელიც სუფთად და პირწმინდად ემსახურება თავის საქმეს ყველანაირი რაღაც ბოროტების და ანგარების გარეშე. საქართველოში ვარ დაუბადებულიყავი, დავუბადებოდი იტალიაში. სხვებისგან ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ყველა ადამიანს აქვს რაღაცა თავისებური და ანუ ესე რაღაცა კონკრეტულად ჩემ თავს ვერ გამოვარჩევ, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ინდივიდია და ყველას თავისი დამახასიათებელი ნიშნები აქვს. მიყვარს. მილიონი რომ მქონდეს. იმას გავაკეთებდი, რომ ცხოვრებას უფრო გავიმარტივებდი და ბევრ რაღაცას ისე გავაკეთებდი, რომ რაღაცაზე ფიქრე ნაკლებად მოგიწევდა. დავხმარებოდი პირველ რიგში ჩემ თავს და ჩემ გარშემო მყოფ უახლოეს ადამიანებს. მოვიწყდება არაფერი. სულ ყველაფერი მახსოვს. ეს ზოგადად ისტორია მოყვარს ძალიან და ალბათ ძველ დროში დავბრუნდებოდი და ჩემთვის რაღაც საინტერესო იყო ბავშვობიდან ისტორია და მიფიქრია და მიოცნებია იმაზე, რომ აი მაგასო დაუბადებულიყავი რა, როგორ იქნებოდა და ზოგადად როგორ ცხოვრება იყო. ერთადერთი მაგას შეცვლა. ჩემი ცხოვრებიდან ალბათ არაფერს არ შეცვლით, იმიტომ რომ ყველაფერი ღვთისნებაა და რაც უნდა მომხდარიყო, ალბათ ყველაფერი სწორად მოხდა. ჩემთვის წარმატება დაიწყო მაშინ, როცა ჩემმა ალბათ ფეხბურთზე მივიყვანეს, იმიტომ რომ სწორედ ეს გახდა შემდეგ ჩემი ცხოვრების პრიორიტეტი, პრივილეგია და მთავარი შემადგენელი ნაწილი. როგორც წარმატებული ფეხბურთელი და კარგი ადამიანი.